ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს. მათივე ცნობით განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყალ უზრუნველყოფა და სერვისის ხარისხი. ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი. როგორც მან აღნიშნა, სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია ხელს უწყობს წყლის უწყვეტ მიწოდებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას ქვეყანაში. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დღეს ჩვენი კომპანიისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საქმიანობით ჩვენ გავაუმჯობესებთ იმ სერვისებს და იმ ხარისხს, რომელთაც ვემსახურებით ჩვენს ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემების განახლება და წყალსარგებლობის ფართობების წყლით უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე ვიმყოფებით სოფელ გამარჯვებასთან, სადაც თითქმის 3 კილომეტრამდე ქვემო მაგისტრალური არხის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ უშუალო მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი